მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. ეს სათაური შევარჩიეთ იმისათვის, რომ ჩვენ გავარჩიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებიდან, რადგანაც მათ ქონათ ძალიან ძიმე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არჩევანი გასაკეთებელი. სტუმრად მოვიწვიეთ გიორგი გვასალია, თეოლოგი, რომელიც უძღვება ამ ციკლს. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი თხრობა წინა გადაცემაში მივიდა იმ ეპიზოდამდე, როდესაც აბესალომი დავითის ძე ემზადება აჯანყებისათვის, მან ფაქტიურად ისრაელში გავლენები მოიპოვა და დღეს ჩვენ ამ თხრობას გავაგრძელებთ აბესალომის აჯანყება მამის წინააღმდეგ, დავითის წინააღმდეგ. გიორგი, გავაგრძელოთ თხრობა იქიდან, რომ აბესალომი მეფის კარზე დაბრუნდა, დავითმა მიიღო ის და ამის შემდეგ იწყება აბესალომის მზადება აჯანყებისათვის. ძალიან ისე წმინდა წერილი უცებ ცვლის სიუჟეტს თითქოს და იქ უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი მყოფობა აბესალომსა და დავით შორის, მამასა და შვილს შორის, მამამ რომელმაც დაიბრუნა შვილი და მის საუფლებამ კვლავ ჩვეულებრივი ცხოვრების წესით დაბრუნებულიყო. უცებ იწყებს წმინდა წერილის საუბარს იმ უმადურობასთან დაკავშირებითაც აბესალომმა გამოიჩინა დავითის მიმართ. თუმცა აბესალომს ტრამვა აქვს ძალიან მძიმე. კი. თავისი ნახევარი ძმის მიერ თავის დასთან ამ ეპიზოდის გამო და რომ მერე დავითმა არ მიიღო ზომები. კი, თავის დავაცხადია, რაღაცნაირად რაც არ უნდა ბევრი ელაპარაკონ აბესალომს დავითზე და დავითის შესახებ. აბესალომს სულ მახსოვრება, რომ დავითმა უფრო მეტი პატივისცა ამნონს ვიდრე მას. შესაძლებელია ესეც იყოს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, რატომაც ის მამას უპირისპირდება, მაგრამ ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანია, როგორც გზაჯვარედინზე გასული აბესალომის დასახასიათებლად ის მომენტი, რომ შესაძლებელია მამას აქვს რაღაცა გადაცდომა, მამას აქვს რაღაცა ასე ვთქვათ, შეცდომა, ვერ გაითვალისწინა რაღაცა დასწორა ჩვენ გავიხსენოთ, ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს, როდესაც აბრაამს ასე ვთქვათ, სიფრთხილე მოუდუმდება და ფრთხილად უკვე სარა იქ და რაღაცას ისეთ ეთქოს აბრაამსაც არ უნდა გამოპარვოდა მას. იგივე საკეთებს რებეკაც, ხო? ხდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის არ უნდა მაღალ სულიერ საფეხურზე იყოს, სულიერი ბრძოლების გამო, სხვადასხვა ვითარების გამო, რაღაცა დაცემას ექვემდებარება, რაღაცა უყურადღებობის გამო, რაღაცა გამორჩება. მოდი ვთქვათ, რომ აბესალომში არ ჩანს რაღაცა სულიერი ჭრეტა. ხო და ამაში ეს მინდა ვთქვა. სუფთა ადამიანური ვნებებით მიყვება ამას. ვერ აპატია მამას, რაღაცა ვერ დაიტია და ეს მინდა არის, რომ მიუხედავად იმისა, შესაძლებელია ლოგიკას გავყვეთ და ვთქვათ, რომ გასაგებია აბესალომის ეს ასე ვთქვათ, დამოკიდებულება მამისადმი. absolutურად გასაგებია, მან ნახა რაღაცა მიკერძოება დავითისაგან. მაგრამ ეს არ ამართლებს იმ საქციელს, რასაც ისაკეთებს შემდეგში. შევადაროთ აქ აი კონტრასტისთვის შევადაროთ დავითი როგორ ექცევა საულს. დიახ. რამდენს პატიობს, როგორი სიყვარულით და პატივით ექცევა, როგორც მეფეს. და ამ დროს აქ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა წყენის საფუძველი ყოფილიყო, აბესალომმა ეს ვერ გადალახა და მამას, რომელიც ესეთი შემოქმედი არის ისრაელის ისტორიის და უახლესი ისტორიის და მის თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, ასეთ რაღაცას ამაშია საქმე. ეგ არის ძალიან ნებას აყვება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მამანდრა სწორედ ბრძანა თქვენ, როდესაც აბესალომი ამ გზაჯვარედინზეა მოხვედრილი. აბესალომის არჩევანი არ არის სულიერი არჩევანი, აბესალომის არჩევანი არის ვნებებით გაჯერებული გონების არჩევანი, რომელიც მამის დაპირისპირებას გულისხმობს, მამასთან მტრობას გულისხმობს. ეს უპატიებელი დანაშაულია, ცოტა ხმამაღლა გამომივიდა, ამის უპატიებელია გულისხმობ, თუ უკან არ მობრუნდები მამასთან ისევ და ამ გზას გააგრძელებ, ეს ვიგულისხმობ მხოლოდ უწყების შვილის იგავი, ამაზე გვესაუბრება სწორედ.
ძალიან საინტერესო ახლა ჩვენ რო არ გაგვექცეს სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ რადგან აი მამაშვილობის ეს დამოკიდებულებაზე გვაქვს საუბარი უძღების შვილის სიგავთან დაკავშირებით ნაკლებად ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას იმაზე რომ უფროსი ძე რომელიც სულ მამის ცნებებს ასრულებს და მამის მორჩილებაშია და მე საყვადურს გამოთქვავს ერთი ცხვარიც არ მოუციაო ჩემთვის რომ მეგობრებთან ერთად მომელხინა აქ კონტექსტია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რომ ის მამის მორჩილია მაგრამ არ უხარია რაღაცა რაც უხარია მამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია მამ ანდრია ვინაიდან ჩვენ მორჩილებაც არ გვესმის ხშირად სწორედ ეს კულტურა ზოგადად მოგვოკლდა ჩვენ სხვისი სიხარული და სხვისი მწუხარებით ნამდვილი მწუხარება ხო და ეს მოგვოკლდა იმის გამო რომ ხშირად დამოკიდებულება ამაზე აკეთებს აქცენტს ჩვენი მაცხოვარი ფარისეულურია და საჩვენებელია ის უფროსი ძე მამის ცნებებს ასრულებს იმიტომ რომ მამამ დაინახოს რომ დამჯერე შვილი ყავს და არა იმიტომ რომ უყვარს მამა არა იმიტომ რომ პატივისცემს მამას და როგორც წესი არასაკმარისად უყვარს ხო როგორც წესი რაღაცა მომენტის შემდგომ ის ავლენს თავის თავს აუცილებლად ავლენს თავის თავს და როდესაც აბესალომთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი აბესალომს ჩამოსვლა უნდა აბესალომს ერთი წუთი ჩაგერთვები გიორგი ხო აი დღევანდელმა ცხოვრებამ მოიტანა ამისი გამართლების იდეოლოგია რომ შვილი თავისუფალი იყოს მამისაგან რაღაცა ესეთი ვალდებულებების კუთხით მაშინ როდესაც ბიბლია და წმინდა წერილი საპირისპიროს ამბობს ამას როგორც ხინჯს ისე გამოაჩენს ყოველ ჯერზე როდესაც შვილს არ უხარია ის რაც მამას უხარია როდესაც ეს ერთობა წყდება აი ამას როგორც ხინჯს ასე გამოიტანს და დღევანდელობაში ჩვენ უყურებთ რომ ახალმა თაობამ უნდა გაითავისუფლოს თავის სტერეოტიპებისაგან და უნდა იყოს დამოუკიდებელი არჩევანი უნდა შეეძლოს ისეთი რომელიც არ შეზღუდავს თქო მამის ნებას ჩვენ გადალახავს მამის ნებას ხო ჩვენ რომლებიც ყოველ შემთხვევაში ვამბობთ ვაღიარებთ რომ ზერა გვაქვს მარადიული სიხარულისაკენ ეს მარადიული სიხარული სწორედ მამასთან ერთობაშია მოაზრებული არსებითად ამას გულისხმობს და გამიჯნა ამ სიხარულისგან გაყოფა ამ სიხარულისა გაყოფა ამ ერთობისა ეს არის დაცემული ძალის ხრიკი ეს არის მისი მთავარი ამოცანა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ადამიანებმა რომლებიც ამა თუ იმ იდეოლოგიის ნებსითი თუ უნებლი ადეპტებად წარმოადგენენ ხოლმე თავს ახლა აქ არის მეორე ძალიან საინტერესო დეტალი მამ ანდრია რომელიც წმინდა წერილში ამ ადგილას არ ჩანს მაგრამ მოგვიანებით ისეთი რამე დაიწერება რომ ჩვენ ვალდებული ვართ ის რაც მე დაიწერება სულ ხელოვნებაში ვიქონიოთ ჩვენ არ ვსაუბრობთ და ჩვენ არაფერს ვამბობთ ხოლმე იმასთან დაკავშირებით რომ დავითის ძეებს შორის არის კიდევ ერთი ძე სოლომონი თუმცა მოგვიანებით გამოჩნდება რომ დავითი თავიდანვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სოლომონს ხო არ არის აბესალომის დაპირისპირება მამასთან პროვოცირებული იმითაც რომ აბესალომს დაებადა ამნონი იყო მე ახლა სოლომონი გამოჩნდა ესე იგი აბესალომი საერთოდ უბრალოდ არის როგორც უფლისწული მაგრამ აბესალომი ვერ ხედავს პერსპექტივას ამაში აბესალომს არ ყოფნის მამასთან ურთიერთობა აბესალომს მამისაგან რაღაცის მიღება უნდა ამ შემთხვევაში დააფასებს ის მამას თუ არაფერს არ მიიღებს ასაც ელოდება მაშინ მისთვის მამასთან ურთიერთობა არაფრის მომცემია. აბესალომი არიღებს მამის განწყობას როგორც ღვთისნებას და იწყებს ამის შემოვლას და ხრიკებით, ძალიან დაბიური ხრიკებით, ესე იგი მამასთან სამართლის აძიებლად მოსულ ისრაელის ხალხს ხვდება თვითონ და რაღაცა ყვედრებით ეუბნება რომ აქ ვინ მოგისმენთ, მე რომ მქონდეს მსაჯულის ფუნქცია თქვენ იპოვიდით სამართალს და ესე იწყებს თავისი ავტორიტეტის მოპოვებას ძალიან დაბიური ხრიკებით. ხო და ეს სხვადასხვა ეს დაბიური ხრიკი დღევანდელ დღემდე აქცენტირებულია დღევანდელ დღემდე ბევრი იყენებს ამ იმას, ოდესაც აი წმინდა წერილში წერია ხო რას გომძალეთ რომ აბესალომმა გაიჩინა თავის გარშემო რაღაცა გუნდი ჩამოაყალიბა და ამ გუნდს ევალება აბესალომის ავტორიტეტის
აწევა ისე რომ დაიჩრდილოს დავითის ავტორიტეტი. ძალიან საინტერესო რამაც წერია ბიბლიაში, ძალიან საინტერესო რამაც ხედავთ ბიბლიაში, რომ დავითის ავტორიტეტს ზოგს უმაგრებს ღმერთი და აბესალომის ავტორიტეტს ზოგს უმაგრებენ ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები და ასე ვთქვათ სოციალური წონის მქონე ადამიანები. ძალიან კაი კონტრასტი არის, ხო, ჩვენ დღევანდელ პირობებში ხედავთ, რომ პოლიტიკა დიდწილად გათავისუფლებული არის ეთიკისაგან. ხო, ნუ ეს ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში მაკიაველის ვახსენეთ ამ ფონზე. ხო და აბესალომი ამ გზას მიყვება. აბესალომი ამ გზას მიყვება. აბესალომისათვის ახლა აბესალომი ახლა ღმერთს რო დაელოდოს ხედავს რომ იქიდან არ არის. არანაირი ახლა ღმერთთან არის ეს დავითი და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს ახლა ღმერთს ვერ დაელოდება. ხო, შერეკილებში რო არ ვიცი ბატონო მე ღმერთი როდის ასინებებსო, ხო? მე თვითონ უნდა ვეზიარო ზეცას. არ არის ეს ისა რა ქვია აბესალომის არჩევანი, აქ საჯარედისი არ არის აბესალომის არჩევანი, რა უნდა ღმერთს? აბესალომის არჩევანი საჯარედისი არის რა მინდა მე. აი აქედან იწყება უკვე აჯანყების შესახებ საუბარი და სრულიად ლოგიკურია რომ ეს უნდა ეს სცენა განვითარდეს სწორედ ამ მიმართულებით. ახლა როდესაც აბესალომი მიიმხრობს ხალხს და 200 კაცთან ერთად ქებრონში წავა, იქ წმინდა წერილი გარკვევით ამბობს. შეეძლო არ ეთქვა, მაგრამ გარკვევით ამბობს და შეგნებულად ამბობს. ისინი ვინც თავიდან აყვენ აბესალომს არ იცოდნენ ამისა ქებრონში ვინც გაყვნენ. რატომ იყვებიან არ იციან. ანუ არ იციან იმიტომ კი არა ცხოვრებით იყვებიან რაღაცა ბოლო ასეც კი გამოვა, მაგრამ რაღაცას რო იცოდნენ მოტივი აბესალომის ქებრონში წასვლისას არ გაყვებოდნენ. ნამდვილი მოტივი რო იცოდნენ. რაღაცა სხვა რამეა ნათქვამი სიტყვაზე თქვა შესაძლებელია რაღაცა შეპირდა აბესალომი, ხო? როგორ ავარ ჩვენ შეჩეულები შეპირებას, მე სხვა რამის ნეხილვას და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აბესალომი შეპირდა რაღაცას ისეც, რაც არც დავითს ეწინააღმდეგება, არც ისრაელს ეწინააღმდეგება, მათთვისაც არ არის ცუდი ეს კონდეთ და ძალიან ისე მინდობილად მიყვებიან. სხვაგვარი აქვს შესაწირი ხებრონში, როგორც დავითს უწევს. ეს ხო არა ეს სხვაგვარი ეს დავითისგან უნდა აიღოს. ეს კურთხევა რომ დატოვოს ასე თამამად იერუსალიმი, მაგრამ სხვა შეწირვაზე არ მიდის ეს 200 კაცი. ეს 200 კაცი რაღაცით ტყულდება, წმინდა წერილი პირდაპირ არ იცოდნენ. ახლა საინტერესო რა არის ჩვენ თავის დროზე ვიკითხეთ. სად არის ამ დროს იოაბი? სად არის ამ დროს ის სახელმწიფო რატო გამორჩა ეს უშიშროების ელემენტები, რატო ასე მიძინებული, მოდუნებული. საქმე ის არის რომ თვითონ აბესალომს ჩანს იოაბთან დაპირისპირებაც მოხერხებულად აქვს აწყობილი. აბესალომი საკმაოდ ისეთი. ანუ გასაგებია რომ იოაბი ძალიან ძლიერია, მაგრამ არანაკლებ ძლიერი აღმოჩნდა აბესალომი. ამიტომაც იოაბს განსაკუთრებული ზიზღი და სიძულვილი ექნება აბესალომისადმი. განსაკუთრებული. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? აქ საინტერესო ის არის რომ აბესალომისათვის არ არსებობს დავითის ავტორიტეტი, იოაბის ავტორიტეტი, ისრაელის ავტორიტეტი, საღვთო ავტორიტეტი. ერთადერთი ავტორიტეტი აქვს მას, ეს არის მისი სურვილი. ამის წინაშე ყველა უნდა მუხლი მოითრიკოს. ღმერთმაც უნდა უთხრას აბესალომს, რომ რადგან შენ გინდა, მე ისრაელს დავთვალ შენთვის. სცენარი ასეთია, რომ როდესაც მისცემენ სიგნალს მთელ ისრაელში უნდა გავრცელდეს ხმა, რომ მეფედ უკვე ხებრონში გამეფდა აბესალომი. და ეს ხალხგასმული უნდა იყოს, რომ ხებრონში მეფდა აბესალომი, არა იერუსალიმში, არამედ ხებრონში. ხებრონი, რომელიც გახლავთ იუდას მთავარი ცენტრალური ქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ დავითმა აქედან გადაიტანა მეფობა იერუსალიმში. ახლა რაშია საქმე? ცოტა მოგვიანებით ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. აქაც ჩანს, მაგრამ მოგვიანებით უფრო კარგად გამოჩნდება, რომ დავითმა რაღაცა აზრით, ახლა პირდაპირ გაგებით არ უნდა ითქვას ეს, მაგრამ გარკვეულ წილად დავითმა იმედები გაუცრულა იუდას ტომს. დავითი როგორც იუდას ტომის წარმომადგენელი, იუდას ტომს სხვა ტომებთან მიმართებაში პრივილეგიას არ აძლევს. დავითისთვის მთელი ისრაელი აღიქმება ღვთის საწყისოდ და იუდას რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვს. იმ დროს, როდესაც იუდას ამისი პრეტენზია ჰქონდა ყოველთვის.
ამ პრეტენზიის ერთგვარი შემაკავებელი და ასე ვთქვათ, ამ პრეტენზიის ერთგვარი ბარიელი ჯერ იყო ეფრემის ტომი, შემდგომ ბენიამინის ტომი და შემდგომ ეფრემის ტომში დაბრუნდება ეს ყველაფერი, ეს ასე ვთქვათ, მოკადულობა და დაპირისპირებაც ამის ფონზე კიდევ უფრო გამძაფრდება. სხვათა შორის იგივე იგრძნობა ქრისტეს მოციქულთა წიაღშიც, სადაც ერთია მხოლოდ იუდას ტომიდან ისკარიოტელი, ხოლო დანარჩენები არიან გალილეიდან. დანარჩენები არიან, ასე ვთქვათ, არ არიან იუდას ტომის წარმომადგენლები. ცნობილი ერთი ასეთი გამოთქმა გალილეელი ეძებს დიდებას, ხოლო იუდეველი ეძებს ფულს. თავის სხვადასხვა ის აქვთ. თავიდანვე რაღაცით განსხვავდებიან. იმ დროს, როდესაც ისრაელი თავის რა ქვია გეოგრაფიული მდებარეობით იყოფა ვერტიკალური ხაზებით, თის სისტემები, ველი, კვლავთის სისტემები, იორდანი და ტრანსიორდანი. ცნობიერებით იყოფა ჰორიზონტალურად, არის ისრაელი და არის იუდას ტომი. ეს ძალიან საინტერესოა. როდესაც აი ეს ისა რა ქვია აჯანყება გაძლიერდება ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული გამოხმაურება პოვა იუდას ტომში აბესალომის ქებრონში გამეფება. იუდას ტომი ეს არის ის, რომელიც ახლა აბესალომის ქებრონში გამეფებას ქალაქ ქებრონის ისტორიული დიდების დაბრუნებას აგულისხმებინებს და ამ ტომისათვის რაღაცა პრივილეგიების წარმოდგენას აგულისხმებინებს. ძალიან საინტერესო ალტერნატივა გამოჩნდა. არა, საინტერესო არის ის, რომ აბესალომს ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდა ამ აჯანყების კუთხით. ძალიან მალე აყვა ხალხი და ის კი არა, ამიტომაც ასე იგი დავით მეფის მრჩეველიც კი ახითობელიც გაყვა მას, რაზეც შემდგომში როდესაც საუბრობთ, ახითობელის თათბირიო ისეთი იყო. კიდევ ღმერთისთვის გეკითხა. ხო, როგორც ღმერთთან თათბირიო, აბესალომისთვისაც და დავითისთვისაც ასე იყო. ანუ ეს ადამიანი უბრალო ფიგურა არ არის. ეს ადამიანი, რომელიც აყვება აბესალომს მამანდრია, ერთ-ერთი მითითების თანახმად, რომელიც გენეალოგიურ ნუსხებშია საპოვნი, დიდი ალბათობით თუ ემთხოვა ეს სახელები, თუ უბრალოდ არ ემთხოვა, არამედ თუ ეს პიროვნება იგულისხმება ამ ნუსხაში, ეს ახითოფელი არის ბერსაბეს ბაბუა. ანუ იმის ბაბუა, ხო, რომელიც დავითმა ურია ქეტელის ცოლის ბაბუა. ამ კაცს ახითოფელს თუ ეს ასია და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასია, თავიდანვე დავითთან აქვს თავის უარყოფითი დამოკიდებული ინახავს არავლებს და ძალიან ჭკვიანია, უკიდურესად ჭკვიანია და იცის რომ ახლა როგორც კი ამას გამოვლენის საშუალება ჩაუვარდა მას მომენტალურ, ანუ აი ჩვენ ამას მივაქციოთ ყურადღება, დავითის გარშემო უცებ აღმოჩნდა ბევრი უკმაყოფილება. ხო. იმ დროს, როდესაც დავითი აშენებს ისრაელს, იმ დროს, როდესაც დავითი ისრაელს თავისი ძლიერების ზენიტისაკენ მიუძღვის, იმ დროს, როდესაც დავითის სამეფო, როდესაც უგალობდა მთელი ისრაელი, რომ საულმა ათასები დასახვალა, დავით 10,000-ები. ესე იგი, რაღაცნაირად აი ყველაფერი კარგად არის ისრაელში და პატარა ბიძგი გახდა საჭირო იმისათვის, რომ აი ქვემო დინებაში რაც იყო ის ამოხეთქილიყო და მიაღურა წამოსულიყო. დავითის უკმაყოფილება. აი რაღაცა მომენტით ეს გვაგონებს მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას, როდესაც ხალხი ეგებება, უგებს ფეხქვეშ სამოსელს და რტოებს და მერე ეს ხალხი რამდენიმე დღეში ჯვარსაცრიო ამბობს. დავითის ცხოვრებაში აი რაღაც ესეთი გადატრიალება ხდება, მთელი ისრაელი მას ადიდებს, აქებს და საკმარისია რაღაცა აბესალომის ფაქტორი გამოჩნდეს და შანსი რომ დავითი დაამხონდა მთელი ისრაელი ტოვებს დავითს. ხო, აი უკმაყოფილების მთელი ტალღა წამოვიდა. ესე იგი მაინც და მაინც მთელი ისრაელისათვის დავითი არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც შეიძლებოდა ერთი ნახვით წარმოგვედგინა აქამდე არსებული თხრობის კვალობაზე. დავითს თან მივა ეს ახიტოფელი, რომელიც გითხარით, დაიბარებს დავითი, მაპატიეთ. აბესალომი დაიბარებს ახიტოფელს, რომელსაც ვთქვით, რომ საკმაოდ გავლენიანი პიროვნება და ძალიან საშიში ადამიანია.
და ახითოფელი ძალიან ისე ერთგვარი სურვილმორეული მივა აბესალომთან და აბესალომს არ გაუჭირდება მისი მიმხრობა და თვითონ ფაქტი იმასთან დაკავშირებით რომ აბესალომთან ახითოფელი გაჩნდა ეს კიდევ უფრო მეტად მაპროვოცირებელია იმისა რომ აბესალომს მეტი მიემხრობა და დავითს ასე ვთქვათ ხო ხაზგასმულია რომ ახითობელიცო ძალიან დიდი პიროვნებაა ძალიან დიდი ადამიანი ხარაშია საქმე აქ დავითს მიუტანენ ამ ამბავს რომ იქ ქებრონში აბესალომს მიემხრო ისრაელი დავითის გადაწყვეტილება არის ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება ჩვენი ორ ნაწილად უნდა დავყოთ პირველი დავითის სასწრაფოდ გასცემს ბრძანებას იერუსალემს ვტოვებთ გავდივართ იერუსალემიდან აქაც დავითის სიდიადე ჩანს თავისთავად ცხადია და დავითის სიდიადე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება როდესაც მეორე ნაწილს შევეხებით სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ იერუსალემს სასწრაფოდ უნდა შევკრიბოთ ჯარი კი არა სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ იერუსალემს თითქოს და დავითი იერუსალიმის დატოვების ბრძანებისას დავითი თავის თავს უბრძანებს, დავითი იხსენებს რაღაცა ისეთ მომენტს, როდესაც ის სასახლეში ბანზე კი არ დასეირნობდა. დევნილი იყო და ხეტიალობდა. თითქოს და ამ ხეტიალში დავითი იწყებს თავიდან ძებნას, თავიდან ძებნას იმ ურთიერთობისას და ურთიერთობაც ღმერთთან ქონდა და რა სიხარულის მის გულში იღვრებოდა ამ ურთიერთობისას. ეს დევნა არის მისთვის არა ტრაგედია მარტო თავისთავად ცხადია ტრაგედია, მაგრამ ამ ტრაგედიის მიღმა ის ძალიან საინტერესო რამეს ხედავს. ის ხედავს, რომ ჭირი, დევნა, განსაცდელი, ტრაგედია, რომელიც მას მიევლინა, ეს არის არა რაღაცა ნაცვალგება, არამედ ეს არის ის აუცილებელი საშუალება, რომელთაც მას შეუძლია კიდევ უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან. ანუ ჩვენ წინა გადაცემაში რომ ვახსენეთ დავითი, მოსეირნე დავითი, რომელსაც შემდგომში დაცემა შეემთხვევა, ესសេირნობა მთავრდება. ისევ თითქოს ახეტიალება იწყება ისევ. ხეტიალში გადაიზრდება. თან რა არის ის საინტერესო მომენტი, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი განსაცდელზე, გაჭირვებაზე, ქრისტიანული გააზრება, მისი არის ძალიან საინტერესო, როდესაც საუბრობთ მართალი იობის ტანჯვაზე, ყოველთვის სიმბოლო და მაგალითი ეს არის ხოლმე მართალი იობის ტანჯვის გააზრების გარეშე. ტანჯვის ქრისტიანულ გააზრებაზე ვერ ვისაუბრებთ და ამ დროს იობი წარმოდგენილია არა როგორც ტანჯული, რომელსაც ტანჯავს ღმერთი, არამედ იობი წარმოდგენილია როგორც კლასიკური მაგალითი იმ მტრობისა, რომელი მტრობაც დაიწყო დედაკაცსა და გველს შორის, დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის. ცოდვით შემოტანილ ტანჯვაზეა საუბარი და არა იმაზე, თითქოს და ღმერთი მართლაც ტანჯავს. ტანჯვა ეს არის გზაჯვარედინზე გავლა. აი აქ ამ ტანჯვის დროს შენ ამ მტრობის რომელ მხარეს ირჩევ. გადადიხარ იმ მხარეზე, რომელმაც მტრობა შემოიტანა, თუ რჩები იმ მხარეზე, რომელიც წინააღმდეგაც ეს მტრობა აღწრული. ჩემი ღმერთის მხარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გააზრებაა. ამიტომაც არის რომ ქრისტიანი ტანჯული არ არის უბედური. ქრისტიანი ტანჯული არის საოცრად მამაცი, საოცრად შემართული, საოცრად სულიერად ამაღლებული, უდრეკი, ვაჟკაცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ იმას გააზრებული აქვს, რომ ამ განსასწრების მიღმა ის მტრობა დგას, რომელ მტრობაშიც ორიდან ერთი მხარე უნდა აირჩიო, შუა გულიმაში ვერ მოხვდები. ან ერთის მხარის ლაშქარში უნდა შეხვიდე, ან მეორე მხარის ლაშქარში. იმიტომ კი არა ქრისტიანობა დუალისტურია, აბსოლუტურად გამორიცხულია, მაგრამ თავისი ადგილის დამკვიდრებას ხო ცდილობს ბოროტება, რომელიც ამ სიკეთის ნაკურნებანების ხარჯზე წარმოჩნდა. აი ამ დროს ირჩევს, აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ დავითზე, დავითისთვის აი ეს განსაცდელი, რომელიც შვილის აჯანყებით არის, არა უბრალოდ აჯანყებით, არამედ საკუთარი შვილის აჯანყებით არის წარმოდგენილი. ეს ისეთი დიდი ტრაგედიაა, რომელსაც დავითი ასე აღიქვავს სწორედ. ეს არის ბოროტების ჯანყი სიკეთის წინააღმდეგ. საღვთო არჩევანის წინააღმდეგ დაპირისპირება ადამიანური ზრახვებისა. ამიტომ დავითი ამ შემთხვევაში უნდა იყოს არა ის,
რომელიც სიტყვაზე თქვა თავს გაუბედურებულად იგრძნობს ან და პირიქით, რომელიც ადამიანური ძალებით ამ ყველაფერს ახსნას დაიწყებს, არამედ აი აქ დავითი, რომელიც ტოვებს იერუსალიმს. ამ იერუსალიმს ტოვებს არა იმიტომ, რომ ზოგს უკან მოიტოვოს ისრაელი, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ახეტიამდეს. ამ ხეტიალში კიდევ ერთხელ მივიდეს ღმერთთან. იმაზე უფრო ახლო, ვიდრე შეიძლება ეს აქამდე იყო. ახლა აქ საინტერესო გახლავთ ის, რომ დავითს ეკითხებიან კიდევაც იქ, ანიშნებენ კიდევაც იქ, რომ იერუსალიმის დატოვება თუა გადაწყვეტილი, კი ბატონო, თუ არა და სხვა რამეს თუ ფიქრობს, აგერ არის მას არ კონდეს იმის განცდა, რომ ეშინია ვინმეს აბესალომის და ვერ წავა აბესალომის წინააღმდეგ. ანუ მის ზურგს უკან საკმაოდ დიდი ძალა დგას, ძალიან დიდი ძალა დგას. მაგრამ იმიტომ არ გარბეს დავითი, რომ შემოძალება არ შეუძლია. ეს მინდოდა მე თქვა რეზიუმეს სახეს პირველი ნაწილი აქ მინდა დავასრულოს ერთ ბაბადრია, რომ დავითი ამცა აგრძნობინებს, რომ გარბება არ იმიტომ, რომ აბესალომის ან მისი აჯანყების მეშინია. არამედ იმიტომ, რომ ახლა მე იერუსალიმი მაქვს დასატოვებელი. ახლა მე აქედან წასასვლელი ვარ. ეს რო გაიგოთ და ხო არ გვაგვონებს ეს იმ ეპიზოდს, როდესაც აბრაამი ლოტს მიწის არჩევას სთავაზობს. მაინც იცის აბრაამა, რომ მისია ეს მიწაც და ის მიწაც შეერჩია, რომელი გინდა, ხო, შენ ამას თუ აერჩიე, მე მეორე მხარეს დაგმაყოფილდები, თუ გინდა ეს აერჩიე, იმას დაგმაყოფილდები. აი იერუსალიმში მოდის აბესალომი, ეს არ არის გადამწყვეტი იმის, რომ დავითი მეფე აღარ არის. მან იცის, რომ ღვთისგან არის ის მეფე და ამიტომ ეს რაღაცა დროებითი აბესალომის იერუსალიმში შემოსვლა მისთვის ტრაგედია არ არის. ომს და უბედურებას ცდილობს, რომ თავი აარიდოს და გადის იერუსალიმიდან. ძალიან ესეთი არის. დავითი გამოჩნდა თავის დიდებით. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ესე ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება ეს შეფასდეს, რომ სისუსტეა, ტოვებს ქალაქს, უბრძოლველად რაღაცა ეს, ხო? სულიერი თვალსაზრისით რო შეხედო, რა არის мотиваცია მისი გადაწყვეტილების? თან ამაღლებს დავითს ძალიან თან ახლა ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ დავითმა იცის, რომ საულს უთხრეს გამოგლიჯაში ღმერთმა მეფობა და სხვას მისწაოის. ხო. დავითისთვის მსგავსი არაფერი არ ვთქვა. დავითმა იცის, რომ ღვთისაგან აქვს ეს ყველაფერი და ამიტომ დავითი რაღაცას კი არ ტოვებს და რაღაცას კი არ კარგავს. დავითი მიყვება იმას, იმ გზას, რომელსაც ის ღმერთმა გაიყვანა. ჩამოიყვანა სასახლის ბანიდან, სადაც სეირნობდა და გაუყენა იმ სახეტიალო გზას, რომელ გზაზეც ის ღმერთს პოულობს და ის ღმერთთან კიდევ უფრო ახლოს მიდის. მეორე დეტალი, რომელიც მთლიანად რეზიუმირებას უკეთებს დავითთან დაკავშირებულ აი ამ შეშელობას, რომელიც ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ. აბიათარი და სადოკი, აი ეს ახალი პერსონა, ლევიტელი, აარონის შამომავალი, დავითის ზეთისხილის მთაზე ხვდებიან კიდობნით ხელში. იერუსალიმს ტოვებს არა მარტო დავითი. იერუსალიმს ტოვებს კიდობანიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს კიდობანი არის ყველაფერი. აი კიდობანი თუ დავითთან არის, პოტენციურად მთელი ისრაელის კიდობანთან იქნება და შესაბამისად დავითთან იქნება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ძალიან მართებული გადაწყვეტილებაა და ასეც უნდა იყოს ეს. და დავითი აი ახლა აქ ამ თაზე უყურებს კიდობანს, უფლის კიდობანს, ყველაზე დიდ სიწმინდეს, რომელიც წინაშეც ის მუქმოდრეკილია მხოლოდ და უყურებს იერუსალიმს. და ხედავს, რომ იერუსალიმი არის კიდობნის გარეშე და დავითის ცნობიერებაში ეს გამორიცხულია. იერუსალიმი შეიძლება იყოს დავითის გარეშე, მაგრამ იერუსალიმი ღმერთის გარეშე არასდროს არ უნდა იყოს. დავითი კატეგორიულად მოითხოვს, დაბრუნდეს კიდობანი იერუსალიმში. ჩვენ გვახსოვს ეპიზოდი, როდესაც ბრძოლაში წაიღეს კიდობანი ღვთისგანგებულების გარეშე. და დაკარგეს როგორც თილისმა. როგორც თილისმა. და დავითს არ უნდა ეს რო გააკეთოს ახლა. ეს უნიშნულოვანესი დეტალია, მამანდრია. ხო? ანუ კიდობანი ინსტრუმენტი კი არ არის გამარჯვების. ხო, ესე არ უნდა დაამცრო ცნობიერებაში კიდობნის მნიშვნელობა. არამედ სხვა რამ არის უფრო დიდი, რომელიც შეგეწევა თუ კი ღვთისგანგებულებას მიხვები და არა
იმ შემთხვევაში თუ დაავლებ ხელს ამას და თილის მასავით ატარებ თან, რომ ესეთი დიდია, რომ შენ აღარ მოგეკარებიან არავინ. ხო? ეს მეფე ამის გარეშე აპირებს ღვთისგანგებულების ძებნას, ანუ ეს თილისმები არ ჭირდება. ხო, აი, როდესაც დავითი ბრძანებს კეთობის იერუსალიმში დაბრუნებას, შინაარსი ეს არის სწორედ. იერუსალიმი დავითის გარეშე. აქ ძალიან საინტერესო რაღაცა შევეხეთ, გიორგი. ესე იგი, ძალიან დიდი სიწმინდეც კი შეიძლება თილისმად იქცეს ადამიანის ხელში. ეს თავის დროზე ჩვენ. ხო? ეს აი თუ მთელი ოკულტური მსახურება ღირსეულად, ხო, თუ ღირსეულად არ მოეპყარი და მისი შინაარსი საღვთო განგებულების შროში არ დაინახე, ეს შენთვის არაფერი შემწე არ იქნება ჩვეულებრივი და წარმართული ნივთი აღმოჩნდება შენს ხელში. ჩვენ ამაზე თავის დროზე ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ ეს საშიშროება არამს თუ არსებობს, არამედ ფართო ნაბიჯები დააბიჯებს ჩვენს დღევანდელ ეკლესიაში. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. ხო, ფართო ნაბიჯები ნახავთ ამას. ხო, იმიტომ რომ იქ გულში თუ არ შემოდის ღმერთი, ატრიბუტიკა, ქრისტიანული გეჭირება, წარმართული ჩვეულებრივი ოკულტური მსახურება, ჩვეულებრივი ოკულტური დამოკიდებულება იმ ღმერთთან, რომელიც ღმერთი სხვა დამოკიდებულებას ითხოვს თავისთან. იმიტომ კი არა მას უნდა ეს დამოკიდება, არა, ჩვენ გვჭირდება ასეთი ჯანსაღი და ცოცხალი დამოკიდება. როდესაც ჩვენთვის საეკლესიო, საიდუმლო ნათლისღება ეს არის რაღაცა ტრადიცია, რომელსაც რატო აკეთებს, სულაც საერთოდ არავის არ ვიცი, არც მაინტერესებს რომ ვიცოდე. და ნათლისღება შეიძლება არის ის ამბავი, რომ ვიღაცა გავლენიანი, მეზობელი თუ გავლენიანი პირი დავიახლოვო და მე იმას აქვნა, რა ქვია, ვიამაყო იმით, რომ მე ჩემი შვილის ნათლიაო. და არაფერი ამაში მეტი არ არის. ეს ჩვეულებრივი ოკულტიზმია. ჩვეულებრივი, როდესაც ჩემთვის ტაძარი არის რაღაცა სივრცე, რომელიც დაახლოებით აღიქვება როგორც შრომის ბრიჟა, სადაც კაი სამსახურს გამიჩალიჩებენ და უკაცრავად ამ სიტყვაზე და კარგი ბედი შემხვდება. ოკულტიზმია რა არის აბა ეს? ოკულტიზმია, რომელიც ფართო ნაბიჯები დააბიჯებს თანამედროვე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მორწმუნეების სივრცეში, რომლებიც საეკლესიო წიაღში არიან წარმოდგენილი. ამ ეპიზოდში დავითი აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოსეირნე დავითი ვნახეთ, მასში ძალიან დიდი არის, ძალიან დიდია ღვთის სასოება. კი, ვინაიდან დაცემა ჩვენ მასში ვისაუბრეთ. ქრისტიანობა უყურებს არა იმას, როგორ დაეცი, არამედ იმას, როგორ წამოდეგი. ეს ქრისტიანობის ექსკლუზივია, ქრისტიანობის საიდუმლო წამოდგომის აღმართების წამომართვის რელიგია, ეს რელიგია და არა იმისა, როგორ იყო დაცემული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, მაგალითად, მათემახარებელი რომ მეზვერე იყო, ამას არ მალავს ქრისტიანობა, ხო, რომ აი ესეთ რაღაცას, აი ეს რაღაცას აკეთებდა. მათე ამას ხას უსვამს თვითონ. ის რომ იერიქონელი მეძავი, რაქაბი მეძავი იყო, ამას არ მალავს ქრისტიანობა, ის მეძავი იყო. ის მეძაობდა, ის ქურდობდა, ის ავაზაკობდა. მაგრამ ყველაფერი ეს ქრისტეში არის ჯვარცმული, ყველაფერი ეს ქრისტეს აქვს თავისთან მიტანილი და ყველა ეს ადამიანი ღმერთთან ერთობაშია წარმოდგენილი არა იმიტომ რომ ავაზაკი იყო, არა იმიტომ რომ ავაზაკი აღარ არის, დაუთმო ეს გზა, დაუტევა მრუშობა, ავაზაკობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დავითის გადაწყვეტილება ოდნავ მოულოდნელია, როგორც აბიათარისათვის, ასევე სადოკისათვის, მაგრამ დავითის ეს მითითება შეუძვრელია. კეთილს ინებებენ და კიდობას იერუსალიმში დააბრუნებენ. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამოჩნდება დავითის დევნის ჟამს, გახლავთ ვინმე ხუშაი არქიელი, რომელიც არანაკლები ავტორიტეტის არის, ვიდრე აქიტობელი იყო. არანაკლები ავტორიტეტის არის, ახლა შეიძლება სულთად მისი დონის არ გახლავთ, მაგრამ მისი გავლენები საკმაოდ დიდია და საკმაოდ შორს არის წასული. და ხუშაის ეუბნება დავითი, რომ ტვირთად დამოწები თუ წამოხვალო. შენ ასეთი რამე გააკეთო. დაბრუნდიო აბესალომთან. და აქიტობელი რამეს თუ ურჩევს, შენ იმის საწინააღმდეგო იმას აქენიო, რომ ამით დამეხმარო.
განაშენთან არ იქნებიან, ანუ კიდობანი რომ ბრუნდება მამ ანდრია იგულისხმება რომ აბიათარიც და მღვდელმთავარი უნდა დაბრუნდეს და სადოკიც უნდა ბრუნდებოდეს. მათ შენ ამ ამბავს ამცნობს აბიათარს და სადოკს, აბიათარი და სადოკი ამას ეტყვიან თავიანთ შვილებს, ახიმაგს და იონათანს და ისინი მომიტანენ მე ამბავს. ანუ ქსელი სადაზოლო ქსელია აწყო დავითმა და ხუშაი დათანხმდება თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო რამე რომელიც არ უნდა გამოგვჩეს. დავითთან რომ მივლენ და ეტყვიან ახიტობელი მივიდა აბესალომთან, აი აბესალომის აჯანყების არეშინია დავით. რაღაცების არეშინია. აი ამას რო გაიგებს ჯერ არ თქმულა ისეთი რაღაცა. ლოცვას ეგრევე დაიწყებს ლოცვას. ღმერთო ახიტობელის თაფლით ჩაშალა. ნუ აი ეს ლოცვა ხოთაშორის გამოიღებს შედეგს. ჩაიშლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დავითის ლოცვა. როგორი გონხურვალედ ილოცა, იმიტომ მართლა შეეშინდა. ახიტობელს თუ მიყვა აბესალომი, აქ ძალიან გართულდება საქმე და ღმერთო ჩაშალი ახიტობელის თათბები. და ამისთვის აგზავნის ხუშაის. ხუშაის ამისთვის აგზავნის და ამ ქსელს საინფორმაციო ეს ოქონდა. მაგრამ აქ კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა არის დავითის წამოსვლისას ითაი. ეთიგეთელი. ითაიგეთელი, კი, რომელიც 600 კაცით მიყვება დავითს და დავითი ეტყვის რომ დაბრუნდიო შენ მეფესთან ახლა. ეს მანამდე გამოკვეთილი ფიგურა არისო, ხო. სავარაუდოდ ის კეთიდან აყავს წამოყვანილი დავითს თავის დროზე და ახლა ამ შემთხვევაში შიდა ისრაელის არეულობაში ამ უცხო ტომელს ვითომს და დავითი ის თავაზობს რომ შენ შეგიძლია და ეს ეთიგეთელის პასუხია საოცარი. ხო, სიკვდილამდე წამოყვება. შენ თავს ვიცავ, ეს აშკარად პროზელიტია, მოქცეულია, ღმერთი ერთი ღმერთის თაყვანისცემას არის შედგომილი და სიკვდილამდე არ გახშოდები, აი, და საინტერესოა, შვილი მოსაკლავად ვისდევს და ეთიგეთელი შენთან ერთად უნდა ჩამოვიდეს საფლავში. ხო. კიდევ ერთი პიროვნება უნდა ვახსენოთ, სანამ ჩვენი დღევანდელი საუბარი დაგვისრულებია, ეს გახლავთ ციბა. ციბა, დიახ. ეს ის არის, რომელმაც მიწა უნდა დაუმუშაოს იონათანის ძეს, მეფიბოშეთს და ემსახუროს მას. და იციბას დაინახავს დავითი, რომელიც მოდის და ხონძლული. რა არის ეს? და ჩემი მეფე ბატონისათვის და მისი ლაშქრისათვის ამაკო მოტანილი. და შენი ბატონი სად არისო? ანუ იონათანიშვილს მოიკითხავს. დავითი და ციბა ეუბნება გახარებული არისო, რომ ახლა კი ღმერთი დამიბრუნებსო ისრაელს მამაჩემის სამეფოს. აბესალომის აჯანყებით არის გახარებული. აბესალომის აჯანყებით არის გახარებული. ეს იმდენად მას მოცილებული და არალოგიკური ის არის. ხო, იმიტომ რომ ეს ერთგულება ძალიან დიდი ქონდათ. ხო, იმდენად არაფერს თქვენია, მაგრამ აქ წმინდა წელში ვხედავთ როგორი დათრგუნულია დავითი და იმ დათრგუნულობაში როგორ აი უფლის სულს მიყავს და ამას რომ მოისმენს დავითი თავისი მეგობრის იონათანის შვილისაგან, რომელსაც გადაყვათა. აი რა თქواس არ იცის. ეს იმის ტოლფასია რომ შვილი მოსევს მოსაკლავად. აი რაღაც ასე აქიქვა დავითმა და ძალიან დაბნეულია ჩვენ მე ვნახავთ რომ აი ამ მომენტში დავითი დაბნეულია. სიბას ეთქვის რომ მთელი მისი მამულები მისთვის გადაუცია. ეს სამეფო ბრძანება. ეს არ არის დევნილი დავითის ბრძანება, ეს სამეფო ბრძანება. და ციბა მადლიერი მიიღებს ამ იმას ჩვენ მე ვნახავთ იქ სინამდვილეში რაც ხდება და ამ ყველაფერს გადასცემს დავითს. და კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც წარმოდგება, ჩვენ რატომ ავუცებთ ამ პიროვნების ყურადღებას, ამათ მე თავიანთი გამოძახილი აქვს დავითის შემდგომ ისტორიაში. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გამოსება, ეს გახლავთ სემეი გერასძე, ანუ შიმრე გერასძე, ბენიამინელი, რომელიც ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო. ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო. აი დაახლოებით ვთქვა, არ მინდა მე ესეთი პირდაპირ პარალელის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ იმისათვის რომ ავიღოთ, რა ქვია, სიცხადისათვის რომ ავიღოთ. აი, რაც იყო სიტყვაზე ვთქვათ, ლიპარიტი დავითის დროს. ხო, დავით აღმაშენებელს. ძალიან გავლენიანია ეს. რომელიც მოდიოდა და დავით ქვებს ესოდა, ხა, ეს ცოტა ისეთი სიმბოლური ენა არის ბიბლიაში. ეს არის საულის სახლიდან. ეს არის საულის სახლიდან ბენიამინელი, ხაზგასმით უნდა ითქვას სწორედ ეს, რომელიც დავითს წყევლის ქვებს ესვრის და ამბობს, რომ სისხლის მსმელი რო ხარო, აი იმიტომ გამოგიდგა. მაყურებელს მინდა ვთხოვო, რომ ამას ამ ეპიზოდს ძალიან ყურადღებით მიუდგეს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ალბათ ცენტრალური ადგილი, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დავითის ცხოვრებაში, როდესაც მას წყევლიან, ქვებს ესვრიან
და გვერდით. და როგორ იღებს ამას დავითი? რას პასუხობს ამაზე ან თავის გვერდით მყოფებს ან მათ? ხო, აი ჯერ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქვებს ვერს იმას კი ანიშნავს, და მარტო 600 კაცი გეთელი ყავს და ქერეთელი ყავს იმას, რა ქვია, დავით და რა ქვია. დავით საკმაოდ დიდი რაზმი მიყვება. ეუბნებია რომ თავს მოვაძრობთ. ხო და ეს აბიშაი იუაბის ძმა. ეუბნება ვინ არის ეს უკან ძაღლიო რომ ჩემს მეფეს აგინა ახლა მივარო თავს მოვაძრობო ამას. ხო ჩვენ მე რამინდა გითხრა ეს ქვებს ესვრის მარტივად უნდა წამოვიდგინოთ რაღაცა კენჭები აქვს რაღაცას მოგროვილი და არის ძალიან გავლენიანი ძალიან ავტორიტეტული პიროვნება ეს მეგერასზე. ძალიან ეს ქვებს ესვრის თავისთავში გულისხმობს რომ შესაძლებელია თავის მომხრეებთან ბენიამინელებთან ერთად აი იმ გზას მიუყვება და მდევნილ დავითს და სინის და გარკვეულწილად გულმოცემულია. საინტერესო რა არის ამ ბენიამინელის ხედა რომ სისხლის უსმელი კაცი რო ხარო. იმიტომ გამოგედგაო შენი შვილის მოსაკლა, შენი შვილიო მოსაკლავად. რაც დამართეო საულის სახსო, აი იმას გაგიკეთებს ახლა შენი შვილიო. მოდი დავსვათ კითხვა, რა დამართა დავითმა საულის? რა გაუკეთა დავითმა საულის გარდა პატივისცემისა, გარდა ერთგულებისა, გარდა პატიებისა და შემდგომ კიდე ამ სახლზე ზრუნვისა. ცუდი რა გაუკეთა. არაფერი, მაგრამ პრობლემა რაშია? სტერეოტიპია ჩამოყალიბებული ბენიამინის ტომიდან აღარ არის მეფე საულის მემკვიდრე არ არის მეფე და იუდას ტომიდან ვიღაცა იესეს შვილი გახდა მეფე რაც არ უნდა კარგი გააკეთოს დავითმა მანდ ამას მივაქციოთ სულთლად რომ უთქვას რომ ბენიამინელი ვარ რაღაცა რომ მოიღო რაც არ უნდა გააკეთოს დავითმა აი ამ კატეგორიის ადამიანებში დავითი ყოველთვის იქნება საულის ოჯახის დამაქცევარი, სისხლის მსმელი, რომელსაც ღმერთმა არ უნდა აპატიოს. აი, დღე და ღამე იქნებიან დავითის წყალში. ჩვენ დღესაც შეიძლება ვნახოთ გავს. დღესაც ვნახოთ, ამაშია საქმე, რომ სტერეოტიპის გარეშე. როდესაც განწყობის გამო ყველაფერი შეიძლება. კი ბატონო, სტერეოტიპული აზროვნება რაც არის, ხო? ჩამოყალიბებულია შეხედულება და მის თვალწინო ჯვარს ეცვა, რომ გადმოღვარო მთელი გული. იმას აქვს თავისი შეხედულება, რომელშიც გაკერპებულია და დასრულებულია ამით. დასრულებულია ამით ყველაფერი და შესაბამისად, ხო? აი ეს ძალიან საინტერესო სურათია და ეს აბიშაი ეუბნება იოაბის თავს მოვაჭრე ახლა მოსას. რევს ბედავს. გადახედავს თავისი და რა გინდა თუ ცეროიას ძენო იოაბის გასაგონად ეუბნება ამას. ვიღაც ბენიამინელი კი არა, შვილი მომდევს მოსაკლავად. აი ამაზე მინდოდა რომ ყურადღება გაგვემახვილებინა. ასეთ რამე თავი დაანებეთ, ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოუკითხო და დამატება. იქნება უფალია წყევლინებსო ჩემ თავს. და ამის გამო იქნებს შემინდოს მე ჩემი ეწოდებები. ხო და აი როგორ არის? ხო, აი დავითი, აი ეს არის ახეტიალებული დავითი. მაყურებელს ვეთქვი რომ ეს არის მეორე მეფეთა მე-16 თავი და საინტერესო არის რომ ძალიან ხშირად მიუბრუნდეთ ამას. ხო ძალიან იქნება უფალია წყევლინებსო ჩემ თავს. თუ ამ წყევლის ღირსი ვარ სად გავექცევი? თუ არა და თვითონ უფალი აი ამ იმას რა ქვია მოატრიალებს შემსასარგებლო. და საინტერესოა ხო? ახლა დავითმა რა თქვა, ხო შენ ვის უბედაო? იმას მართლა თავს მომენტალურად გააგდებინებენ, მაგრამ ეს დავითი აღარ იქნება. ესე მე რამდენი ნაბიჯია ახლა დავითის იერუსალიმის დატოვება, კიდობნის დაბრუნება, ახლა აქ აი ამ წყევლაკრულოს ისმენს და დამოკიდებულება მისი ამდაგვარი არის, ღმერთი ახსენდება, იქნება ღმერთმა ამის გამო აპატიოს დანარჩენი ჩემი შეცოდები. მთლიანად მოცული ამ გარემოთი. მთლიანად არის აი ამ გარემოთი მოცული, სადაც აბესალომის აჯანყება კი არ მართავს. მისი ღმერთთან დამოკიდებულების აი ეს კონტექსტით იმართება დავითი. აი ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი დავითის ცხოვრების აი ამ ეპიზოდში, რომელზეც დღეს საუბრობთ. გიორგი, ჩვენ თითქმის ამოგვეწურა გადაცემის დრო და კიდევ დაგვრჩა ბევრი რამ სასაუბრო ამ აჯანყების შესახებ და შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ეს მადლობა მობრძანებისთვის ამ საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს და მშვიდობები მომავალ გადაცემაში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ და დავასრულებთ აბესალომის ამ აჯანყების შესახებ, აბესალომის ტრაგიკული დასასრულის შესახებ, დავით მეფის დამოკიდებულებას და კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი არის აი ამ თხრობაში. ამით დღეს დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.
Thank you.